თბილისის მერია დიღმის მასივში მულტიფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ააშენებს. ტერიტორიაზე 3 ბლოკი აშენდება, სადაც სხვადასხვა სპორტული და კულტურული სივრცე მოეწყობა. სამუშაოებისთვის 45 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. პროექტის დეტალებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო. მოხდება აღნიშნული შენობის დემონტაჟი, რომელიც არის ავარიული, არის ცუდ მდგომარეობაში და გაკეთდება ძალიან მაგარი მულტიფუნქციური ცენტრი. ეს იქნება ყველაზე დიდი თბილისში, რაც კი აგვიშენებია 16,000 კვადრატული მეტრი. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 2 საცურაო აუზი, 2 ტენისის კორტი, რომელიც გადახურულ შენობაში იქნება. ეს სიახლეა, არც ერთ მულტიფუნქციურ ცენტრში ამ ტიპის პროექტი არ განხორციელებულა. აქ არ აშენდება კორპუსები. ჩვენ უკვე შესყიდული გვაქვს პროექტი სპორტული კომპლექსის, რომელიც მრავალფუნქციური თავის დანიშნულებით იქნება და ვემზადებით, რომ შემდეგი წლიდან უკვე დავიწყოთ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა.